ჩვენ გავხდით 14 მარტს გავხდით 5 წლის და ამიტომ დავიწყეთ მილოცვა ჩვენი მომხმარებლებისთვის ამ დღეს იქეთ ვილოცავთ. პირველი იყო დემოგრაფიული ფონდის დაუჭირეთ მხარი და მოვაწყოთ პოდიუმი რუსთაველზე და შემდეგ აი დღევანდელ დღეს არის კულმინაცია ჩვენ ამ 5 წლის თავზე გამოვშვით ჟურნალი Vision Marigold. და დღეს გვაქვს ესეთი ორიგინალური სახით გვაქვს ამ ჟურნალის პრეზენტაცია. რა არის გვაქვს სხვადასხვა კომპოზიციები, როგორც ხედავთ არის ქართული კომპოზიცია, ამიტომ რომ ხარს უჭერთ რომ და გამრავლდეთ, დავქორწინდეთ. ასევე ძალიან მალე მოვაწყოთ კიდევ დაფუძნდა ელისო ბოლქვაძემ დააფუძნა ფონდი და ვფიქრობთ რომ დავუჭიროთ მხარი და აპრილის ბოლოს კიდევ ერთი აქცია მოვაწყოთ და რა ვიცი აი ესეთი ლამაზი საღამოებით გავანებივროთ ჩვენი ქართველი მომხმარებელი. ისეთი კარგები არის. როდის არის ხოლმე ეგ სახე რომ მოსუძინოს მოხარული ვარ ძალიან ბედნიერი ვარ რომ ამ ჟურნალს დღეს წარუდგენ საზოგადოება ჟურნალია ორენოვანი ქართულ რუსულ ენაზე და ჟურნალი ყველასათვის და ძირითადად მომავალი ნომერი და ეს ნომერიც დატვირთული იქნება იმ ადამიანებით ვინც ძალიან ბევრი კარგი საქმე გააკეთა საქართველოსთვის და ჟურნალი მედიცინა ხელოვნება მეცნიერება კულტურა ყველაფერზე იქნება, მწერლობაც იქნება, პოეზიაც იქნება და ყველაფერი. და მე მინდა რომ აი ამ ჟურნალით რაღაც სიტყვა ვთქვათ, ანუ გავიტანოთ ფარგლებს გარეთ კიდევ ერთხელ ახალი საქართველო. მე მინდა დღეს დიდი მადლობა გადავეხადო ბატონ ზურაბ გეგინავას, რომლის უშუალო დახმარებითაც გამოვიდა ჟურნალი Vision. დიდი მადლობა ბატონ ზურაბს და მე ვუსურვებ რომ მას კიდევ ბევრი სასიკეთო და ესეთი კეთილი საქმეები ეკეთებინოს ქვეყნის საქართველოს სადიდოთვის. ძალიან მომწონს ხმარის და რაც შეხვდომას დავუშვით ქვეყნით. ამრიკოს მინდა მივუწო დღეს და გია ეს არაჩვეულებრივი ჟურნალი რომელიც მათ დაიწყეს ერთად და ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი ბევრი ძალიან საინტერესო და კრეატიული იდეებისთვის ამ ჟურნალის არსებობა